ფილოსოფია და ფიქრობ რომ ჩვენ გვაქვს რესურსი, ეს რესურსები ძალიან ბევრია. 房地产开发方面，正在投资的。ჩვენი საქართველოში ჩამოსვლა უკავშირდება ბატონი პაატას მოწვევას. ამ მომავალში თუ როგორ განხორციელდება ჩვენი მუშაობა საქართველოში დამოკიდებულია იმაზე, რომ ვაპირებთ შევისწავლოთ კონკრეტული მდგომარეობა ქვეყნისა და სწორედ ამის შემდეგ გადავწყვეტავთ კონკრეტულად რომელ სფეროში განვახორციელებთ ინვესტიციას. ეს შეიძლება იყოს როგორც მშენებლობა, ტურიზმი, სასტუმროების მშენებლობა და ასე შემდეგ. ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულება სწორედ არის ინვესტიციები და დღეს სწორედ ჩინეთის დელეგაცია სტუმრობდა, რომლებმაც გადაწყვეტეს, რომ სწორედ ქვემო ქართლიდან დაიწყოს მუშაობა. ეს არის საკმაოდ დიდი კომპანია, რომელიც მზად არის, რომ ჩვენთან ტურიზმის მიმართულებით, ტურიზმის განვითარების, სასტუმრო ბიზნესის განვითარებით, გზებისა და მშენებლობის მიმართულებით განახორციელოს ძალიან სერიოზული ინვესტიციები და დღევანდელი ხელისმოწერის მემორანდუმით ჩვენ დავადასტურეთ, რომ ეს ურთიერთობები იქნება ძალიან მყარი, ეს ურთიერთობები იქნება დაწყებული უახლოეს ხანს და უკვე შეიქმნა სწორედ ადგილობრივი ფირმაც, რომელიც იმუშავებს ამ მიმართულებით და რომელიც სწორედ იმ ძირითად მემორანდუმში ჩამოყალიბებული მიმართულებით უკვე კონკრეტულ ნაბიჯებს გადადგამს იმისთვის, რომ ეს ინვესტიციები განხორციელდეს და ურთიერთობა, მეგობრული ურთიერთობები ჩინეთთან კიდევ უფრო მეტად გამტკიცდეს.